გამარჯობათ ბავშვებო, მე დაჩი მასწავლებელი ვარ. ჩვენ მეოთხე კლასში დღეს მესამე გაკვეთილი გვექნება. წინა გაკვეთილზე ჩვენ ვისაუბრეთ ნაშთიან გაყოფაზე. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნა გავაკეთეთ. თქვით რომ ნაშთი აუცილებლად უნდა იყოს გამყოფზე ნაკლები. არ შეიძლება ნაშთი იყოს გამყოფის ტოლი ან გამყოფზე მეტი. ანუ გახსოვთ ხო, ფანქრების რაოდენობა ყუთში არ შეიძლება იყოს იმაზე მეტი ან იმის ტოლი, რაზეც რიცხვს ხოვთ, ანუ გამყოფზე. აი, ვისაც წინა გადაცემა არ გინახავთ, შეგიძლიათ ნახოთ და მიხვდებით რაზე ვსაუბრო. მე ასევე დაგპირდით, რომ დღეს ჩვენ ნაკიან წელიწადზე ვისაუბრებდით. ბევრი საინტერესო რამ შეიძლება ითქვას ნაკიან წელიწადზე. საერთოდ რა არის ნაკიანი წელიწადი? რამდენი დღეა ნაკიან წელიწადში? რამდენ წელიწადში ერთხელ არის? მოკლედ, ბევრი საინტერესო კითხვა ჩდება ნაკიან წელიწადთან დაკავშირებით და შევეცდები, რომ დღეს ყველა კითხვას პასუხი გავცეთ. მოდი სანამ ნაკიან წელიწადზე ვისაუბრებდეთ, ვთქვათ საერთოდ რამდენი დღეა წელიწადში? 365, ხომ? ესეც საინტერესოა, რატომ არის 365, რატომ არ არის 350 ან 400? ხო, აი ესეც ძალიან საინტერესო ამბავია. სხვათა შორის ნაკიან წელიწადში არ არის 365 დღე, არის 366. მაგალითად 2020 წელი. აი ეს წელი. ახლა მიმდინარე. ეს ნაკიანი წელია. ის ერთი დღე დამატებით ერთი დღე თებერვალში ემატება. და თებერვალში ყოველთვის 28 რო გვაქვს, ხო? ახლა წელს 29 დღე იყო. მოკლედ, სანამ ნაკიან წელიწადზე გავაგრძელებდეთ საუბარს, მე მინდა რომ გავიხსენოთ გაკვეთილის ბოლოს, მეორე გაკვეთილის ბოლოს ჩვენ რო ვთქვით, როგორ ხვდებოდით რიცხვი იყოფა თუ არა 4-ზე უნაშთოდ. აი მაგალითად ავიღოთ რიცხვი 5016. როგორც წინა გაკვეთილზე ვთქვით, ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ბოლო ორი ციფრით ჩაწერილ რიცხვს და თუ ეს რიცხვი, ანუ ამ შემთხვევაში 16, უნაშთოდ იყოფა 4-ზე, მაშინ მთლიანად ეს რიცხვიც გაიყოფა 4-ზე უნაშთოდ. მოდი შევამოწმოთ. დავიწყოთ გაყოფა. 5-ში 4 მოთავსდება ერთხელ, მოვინიშნავ და 5-ს გამოვაკლებ ამ 4-ს. ჩამოგვაქვს 0. 10-ში 4 მოთავსდება ორჯერ, 2 ცალი 4 შემიძლია გამოვართვა 10-ს. ხო? აი ასე, ანუ 8 შემიძლია გამოვაკლო. ჩამოდის 1. 20-ში 4 მოთავსდება, 21-ში უკაცრავად მოთავსდება 5ჯერ. და უნდა გამოვაკლოთ 5 ცალი 4-იანი, ანუ 20. ჩამოგვაქვს 6. 16-ში 4 მოთავსდება ზუსტად 4ჯერ და ნაშთიც არ დაგვრჩა. ესე იგი, ჩვენი დასკვნა სწორი ყოფილა. ახლა ნახეთ, შეიძლება გაგიჩნდეთ ასეთი კითხვა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, ბოლოში რომ იყოს მაგალითად 0,8. აი რომ იყოს ასეთი რიცხვი 3508. ნუ ძალიან მარტივად შეიძლება უპასუხოთ ამ კითხვას. 0,8 არის იგივე 8, ამიტომ 8 იყოფა 4-ზე, ესე იგი რიცხვიც გაიყოფა 4-ზე. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ 2 0-ით მთავრდება? თუ 2 0-ით მთავრდება, აქაც მარტივად გამოვალთ სიტუაციიდან, რადგან 2 0 ეს იგივე 0-ია და 0-იც იყოფა 4-ზე. ესე იგი რიცხვიც უნდა გაიყოს 4-ზე უნაშთოდ. შევამოწმოთ. ავიღოთ 3500 და გავყოთ 4-ზე. აბა ვნახოთ. 3-ში 4 არ ეტევა, ამიტომ 35-ში უნდა მოვათავსოთ 4. 35-ში 4 მოთავსდება, 9ჯერ მოთავსდება, არა, იმიტომ რომ 9ჯერ 4 ეს 36-ია, ანუ 8ჯერ მოთავსდება. 30-ში მოთავსდება რამდენჯერ 8 ბევრი იყო, ესე იგი 7ჯერ
კარგია, 7 ჯერ 4 28 უნდა გამოვაკლოთ. ეს 0 არ დაგვავიწყდეს, უნდა ჩამოვიტანოთ. 20-ში 4 მოთავსდება 5 ჯერ. კი ბატონო. გამოდის რომ ჩვენი დასკვნა თუ რიცხვი მთავრდება 2-0-ით, ის წესი, რომელიც 4-ზე ვთქვით, აქაც გამოგვადგება. ანუ ეს რიცხვიც 4-ზე გაიყოფა უნაშტოდ. მოდი ახლა დაუბრუნდეთ ჩვენ ნაკიან წელიწადს და გეტყვით, ზუსტად ამ წესის გამოყენებით შეგვიძლია მივხვდეთ, რომელი წელი არის ნაკიანი და რომელი არა. ესე იგი როგორ? თუ რიცხვი, ანუ წელიწადი, იყოფა 4-ზე უნაშტოდ, მაშინ ის არის ნაკიანი. თუ არ იყოფა, მაშინ ის არ არის ნაკიანი. ახლა ნახეთ. როგორც გითხარით 2020 წელი. მიმდინარე წელი არის ნაკიანი. 20 იყოფა 4-ზე, ამიტომ 2020-იც გაიყოფა 4-ზე და არის ნაკიანი და შეგვიძლია კალენდარში გადავამოწმოთ კიდევაც რომ 29 თებერვალი წელს იყო თებერვალი იყო 29 დღით. კარგით, ეხლა მოდით ვნახოთ რას უკავშირდება ეს ნაკიანი წელიწადი. ეს ალბათ მივხვდით, არის მზე. ხო, ეს დედამიწა მინდა იყოს. მზე გვაქვს და დედამიწა. როგორც ვიცით, დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო. აი ასე. მასთან ერთად კიდე 8 პლანეტა ბრუნავს დედამიწის მზის გარშემო. ახლა ნახეთ, რაშია საქმე. როდესაც, ხო, კიდევ ერთი, არ დაგვავიწყდეს რომ დედამიწა თავისი ღერძის გარშემოც ბრუნავს, ასე რომ არ იყოს და გაჩერებული იყოს და ასე ბრუნავდეს, მაშინ ერთ მხარეს სულ ღამე იქნებოდა და მეორე მხარეს სულ დღე. ახლა მაგრამ მაგას არ აქვს მნიშვნელობა და მოდი გავაგრძელოთ. თურმე რაშია საქმე? დედამიწას ზუსტად 365 დღე სჭირდება, თლად ზუსტად არა, ამაშია საქმე, რომ მზეს ერთხელ შემოუაროს. აი მოდით ახლა მე აი აქ დავამაგრებ აი ამ საწრობს, სადაც მიწერია, რომ ეს არის 31 დეკემბერი, 23 საათი, 59 წუთი და 59 წამი, ანუ ერთ წამში უნდა ახალი წელი მოვიდეს და დედამიწა უნდა წავიდეს ახალ წრეზე, აი ასე. საქმე რაშია იცით? როდესაც დედამიწა იწყებს სვლას, 365 დღეში ვერ ასწრებს თავის ადგილას დაბრუნებას. მას აკლდება დაახლოებით 6 საათი. და ნახეთ რა გამოდის. ერთხელ შემოუარა და აკლდა 6 საათი, მეორედ შემოუარა და აკლდა კიდე 6 საათი, ესე იგი 12 საათი, მესამე წელს კიდე დააკლდა 6 საათი, ეს უკვე 18-ია და მეოთხეთ რო შემოულის, მას უკვე 24 საათი დააკლდება, რომ თავის ადგილას დაბრუნდეს. ამიტომ 4 წელიწადში ერთხელ ჩვენ გვაქვს ნაკიანი წელიწადი. აი მაგალითად ახლა რადგან არის 2020 წელი, 2024 წელი, ანუ 4 წლის მერე, როდესაც ჩვენი დედამიწა ჩამორჩება, ხომ ჩამორჩება 24 საათით, ისევ ნაკიანი წელიწადი გვექნება. ნახეთ რა საინტერესო ყოფილა ეს ნაკიანი წელიწადი და გავიგეთ საიდან მოდის, როგორ დავაკავშირეთ ჩვენის გაყოფასთან. და მე მგონი აღარ დაგავიწყდებათ. თქვენ თუ მიაქციეთ ყურადღება, მე ვთქვი რომ დაახლოებით 6 საათი ჭირდება მეთქი. აკლდება მეთქი რომ მივიდეს თავის ადგილას. იცით რაშია საქმე, ზუსტად 6 საათი არ აკლდება, ამიტომ რაღაც პერიოდში ერთხელ, როცა უნდა იყოს ნაკიანი წელიწადი, მაშინ არ არის. მოკლედ ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს და ნუ გავისაუბრებთ. ახლა მე მინდა რომ თქვენ ერთი დავალება მოგცეთ. მოდი გაარკვიეთ თქვენ სახლში, თქვენი ოჯახის წევრები გამოკითხეთ, ვინ რომელ წელს არის დაბადებული, შემდეგ 4-ზე გაყოფა იცით როგორც ხდება, შემოწმებაც იცით მარტივად და ჯერ, ასეთი თხოვნა მექნება, ჯერ თქვენი დასკვნა გააკეთეთ, სანამ გაყოფდეთ, არის თუ არა თქვენი ოჯახის წევრის დაბადების წელი, ნაკიანი წელი და შემდეგ შეამოწმეთ უკვე გაყოფით. კარგით? მოდი ასე მოვიქცეთ. კარგით.
ჩვენ როგორც შევთანხმდით წინა გაკვეთილზე, უნდა ვისაუბროთ, როგორ მივხვდეთ რიცხვები იყოფა თუ არა 2-ზე და 5-ზე უნაშტოდ. ვიცით უკვე 3-ზე როგორ უნდა შევამოწმოთ, 9-ზე როგორ უნდა შევამოწმოთ და 4-ზეც ვიცით. მოდი ახლა ვთქვათ, როგორ უნდა გავიგოთ რიცხვი იყოფა თუ არა 2-ზე უნაშტოდ. ამისათვის ერთი სურათი თუ შეიძლება რომ გამოვაჩინოთ ჩვენს ეკრანზე. ნახეთ, ძალიან მარტივი წესი აქვს 2-ზე გაყოფას. თუ რიცხვები ბოლოვდება 0-ით, 2-ით, 4-ით, 6-ით, ან 8-ით, ანუ ლუწი რიცხვებით თუ ბოლოვდება, მაშინ ის 2-ზე გაიყოფა. მოდი ავარჩიოთ რომელიმე და შევამოწმოთ. მაგალითად 4812. ვნახოთ 4812 მართლა იყოფა თუ არა 2-ზე. დავიწყოთ. 4-ში 2 მოთავსდება 2-ჯერ. ჩამოგვაქვს, აქ 0 გვაქვს, ჩამოგვაქვს 8. 8-ში 2 მოთავსდება, მართალია 4-ჯერ. ასე. ჩამოგვაქვს 1. აი აქ ძალიან საინტერესო მომენტია ახლა. 1-ში 2 მოთავსდება 0-ჯერ. ხომ? ასე შეგვიძლია ვთქვათ. ესე იგი, აქ აუცილებლად უნდა დავწეროთ ეს 0, არ უნდა დაგვავიწყდეს. ჩამოგვაქვს 2, 12-ში 2 მოთავსდება 6-ჯერ და ნამდვილად ნაშთიც არ დაგვრჩა. მოდი კიდევ ერთი გადავამოწმოთ. იყოს 4818 იყოს. იყოს ეს ბოლო რიცხვი. აბა ვნახოთ აქ რა გამოვა. 4-ში 2 კი ბატონო 2-ჯერ მოთავსდება 0. 8-ში ვიცით 4-ჯერ. გამოვაკლოთ 8. 1 აქ ისევ არ გვავიწყდება რომ 1-ში 2 არ მოთავსდება, ანუ 0-ჯერ მოთავსდება. აი ასე, ბოდიშით აქ ჩამოგვაქვს 8-იანი და უკვე 18-ში 2 მოთავსდება 9-ჯერ. აი ასე. აი ასე. ესე იგი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ლუწი რიცხვები, რომლებიც აი აქ გვაქვს მოცემული, 0-ით, 2-ით, 4-ით, 6-ით, 8-ით რომ თავდება, ისინი აუცილებლად გაიყოფა 2-ზე. ახლა ვნახოთ 5-ზე რა ხდება. რიცხვი, რომელიც ბოლოვდება 0-ით ან 5-ით, ის აუცილებლად გაიყოფა 5-ზე უნაშტოდ. მოდი ვნახოთ, აი იყოს ეს ორი რიცხვი 1540 და 1545. ერთ-ერთი შევამოწმოთ, მაგალითად 1540 შევამოწმოთ, მართლა იყოფა თუ არა 5-ზე უნაშტოდ. 1540. აბა ვნახოთ, 1-ში 5 არ ეტევა, 15-ში 5 3-ჯერ ეტევა. ჩამოგვაქვს 4, აქ ისევ ის მომენტია, შეხედეთ, 4-ში 5 ეტევა, 0-ჯერ არ გვავიწყდება 0, ჩამოგვაქვს 0, 40-ში 5 ეტევა 8-ჯერ. თქვენ თუ დააკვირდით ერთ რამეს. რიცხვი, რომელიც ბოლოვდებოდა 0-ით, ის 2-ზეც გაიყო და 5-ზეც გაიყო. ნახეთ, ესე იგი, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ რიცხვი ბოლოვდება 0-ით, ის 2-ზეც გაიყოფა და 5-ზეც გაიყოფა. კარგით, მოკლედ, მგონი საინტერესო გაკვეთილი გამოგვივიდა. გავარკვიეთ ნაკიანი წელიწადი, საიდან მოდის, რა არის და რატომ არის 4 წელიწადში ერთხელ. ასევე ვისაუბრეთ გაყოფაზე, გავიმეორეთ, რიცხვები იყოფა თუ როგორ უნდა მივხვდეთ, რიცხვი იყოფა თუ არა უნაშტოდ 4-ზე და ვისწავლეთ, როგორ უნდა მივხვდეთ, რიცხვი იყოფა თუ არა 2-ზე და 5-ზე უნაშტოდ. შემდეგ გაკვეთილზე ჩვენ უკვე, მოდი ჩავხედოთ რა გვექნება შემდეგ გაკვეთილზე. თურმე შემდეგ გაკვეთილზე ჩვენ უნდა გავაკეთოთ ძალიან საინტერესო რაღაცეები უნდა გავიგოთ გამრავლების შესახებ. ასევე გეომეტრიულ ფიგურებზე უნდა ვისაუბროთ და მე ერთი თხოვნა მექნება. მოიმარაგეთ ასანთის ღერები ან ფანქრები, ოღონდ ფანქრები იყოს ერთი ზომის,
ფლომასტერები შეიძლება, მოკლედ, აი ეს ფანქრები, ფლომასტერები, ასანთისღერები სულ 10-15 ცალი გვეყოფა. კარგით, უნდა დაგემშვიდობოთ. მომავალ შეხვედრამდე.